კარგით, მე უნდა შეგახსენოთ, ეხლა ჩვენ რა მდგომარეობაში ვიყავით. მოკლედ, სად დავყვებოდით მამამთავარ იაკობს. რადგანაც რაღაცას რო კითხულობ, იმაში ხო ჩართული ხარ და მასთან ერთად ხო მოგზაურო. ჩვენ იაკობთან ერთად იქ ხო ნახეთ ცოლები რომ მოიყვანა მან და ცოლები. იმ ცოლებს კიდე ორი მსახური ქარი რო ახლდათ, ესეც ხო გახსოვთ და როგორი ესე იგი შეჯიბრი იყო გამოცხადებული ვინ მეტ შვილს გაუჩენდა იაკობს, ეს ამბავიც ხო გახსოვთ, ჩვენ ჩამოვწერეთ ვისგან ვინ ყავდა მას და როგორ ხდებოდა ეს ამბები. მაგრამ ეხლა 30 თავი, რომ 30 თავის 30 მუხლი, რომლის კითხვასაც ვაპირებთ, უბრალოდ მოდით 39-დან წავიკითხოთ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რა ხდება. 27-დან უკაცრავად. უთხრა ლაბანმა. როდის მერე უთხრა ლაბანმა? იაკობი ეუბნება, რომ მეო, ჩემ ცოლშვილს უნდა მოვკიდო ხელი და უნდა წავიდეო. გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვისაც გემსახურებოდი, იმიტომ რომ ეს ისტორია ხო გახსოვთ, 7 წელი ერთისთვის ემსახურა, მერე მოტყუებით ხო მას სხვა ქალი შეერთეს, რაქელისთვის ემსახურა 7 წელი და ლია შეერთეს. მეორე 7 წელი კიდე რაქელისთვის ემსახურა და ეს დრო უკვე გასულია, რაქელი ცოლად აღავს, უკვე შვილებით შეეძინათ და ამიტომ მივიდა უკვე და ეუბნება, გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი. ამაზე რა თქმა უნდა არ ექნება წინააღმდეგობა ლაბანს, რადგანაც სიმამრს იაკობისას, რადგანაც ნამდვილად კეთილსინდისიერად ემსახურებოდა მას იაკობი. უთხრა ლაბანმა, ნეტავ მადლი ყოფო შენს თვალში, მიმხვდარი ვარ შენს გამო რომ მაკურთხა ღმერთმაო. ანუ ლაბანი პირდაპირ აღიარებს, მე ზუსტად ხვდები, რატომ გავმდიდრდი, მე ზუსტად ხვდები, რატომ არის მადლი გადმოსული ჩემს ოჯახზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენს გამო ხდება, შენ რომ ხარ აქ, ჩემთან რომ ცხოვრობ, ამიტომ ხდება ეს ამბავი. ამიტომ ლაბანს არ უნდა იაკობის გაშვება. იმიტომ რომ ხდება ზუსტად რომ იაკობი არის ის მიზეზი, რის გამოც ღვთისწყალობა მის ოჯახს არ აკლია. ამიტომ ჩვენ ხშირად ესეთი შეცდომები მოგვდის ხოლმე. რაღაც ადამიანს ვერ ვაფასებთ სათანადოდ და შეიძლება ეს ადამიანი სწორედ წყარო იყოს იმ საფრთხო მადლისა და ჩვენი თავი გვეგონოს რომ ეხლა ჩვენ თითქოს რაღაცა დავიმსახურეთ. ამ დროს ვიღაც ადამიანი გვყავდეს გვერდით, რომელიც საფრთხო მადლის წყარო არის და ამ წყაროთი ჩვენ ვსარგებლობთ. უთხრა, მითხარი რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ. მოგძანდი და ანუ ლაბანს რა უნდა იცი რომ გააკეთოს რომ აი რა გინდა შენ რამდენი გინდა გავიგე რომ მემსახურებოდი უფასოდ ამდენი ხნის განმავლობაში. უფასოდ ემსახურებოდა, იმიტომ რომ გამოისყიდა ჯერ ერთი ცოლი, მერე მეორე ცოლი გამოისყიდა. ეხლა ლაბანი ფიქრობს რომ მოდი დავიტოვებ კიდე როგორც დაქირავებულ მუშას ამას. და მეყოლება აქ რომ რაღაცას გადაუხდი და იღრებთ. ოღონდ ეს წყალობა არ მომაკლდეს, ოღონდ ეს სიმდიდრე ჩემი არ შემცირდეს. აქედან გამომდინარე ეუბნება რომ მითხარი რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ. უთხრა, შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი, როგორ გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი. რადგან ჩემამდე ცოტა ყავდა და დიდძალი შეიქმნა, გააკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით, ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის. ნახეთ, პასუხობს რომ მართალია ვეთანხმება, ჩემს გამო არის ეს რომ შენი საქონელი გახდა ორმაგი და სამმაგი და შენი გამდიდრება მოხდა, მაგრამ მე ჩემი ოჯახისთვის როდისღა ვიზრუნო, ეუბნება ამას საკუთარ სიმამს. რომლის ორივე ქალიშვილი მას ყავს ცოლად და მართალიც არის მან თავისი ოჯახისთვის ოდისღა უნდა იზრუნოს. უნდა დადგეს აუცილებლად დრო, რომ მისი ოჯახისთვის ზრუნვა მათ რწმენა უარყო და სხვა რწმენაში რაღაცა ურწმუნოებაში ჩავარდა და რაღაც ურწმუნოება მაშინ სხვათა შორის პავლე მოციქულის პერიოდში, როდესაც ის ამას წერდა, ურწმუნოება ათეიზმი არ გეგონოთ თქვენ. ათეიზმი საერთოდ არ იცნობდა ასეთ სიტყვას მაშინდელი საზოგადოება, რადგანაც ურწმუნო ადამიანი არ არსებობდა, ყველას რაღაცის წამდა. ოღონდ ვიღაცისთვის შეიძლება მზე ყოფილიყო ღმერთი და ვიღაცისთვის რა ქვია, გველი და ვიღაცისთვის ხარი. ასე რომ ურწმუნოებაში ჩავარდნას ეძახის სწორედ მართალი სარწმუნოებიდან განდგომას. ამიტომ უარესია იმ ადამიანზე, რომელიც არ ზრუნავს თავის ოჯახზე და თავის შინაურებზე და თავის ახლობლებზე, უარესია ასეთ ადამიანზეო პავლე ამბობს. ამიტომაც იაკობის ეს ნათქვამი აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ ამდენი წელიწადია ემსახურება, გამოისყიდა ერთი ცოლი, მეორე ცოლი, ეხლა ბუნებრივია თავისი ოჯახისთვის უნდა დაიწყოს მან ზრუნვა.
უთხრა ლაბანმა რა მოგცე ნუ ეს ლაბანი ვაჭარი კაცია ამიტომ პირდაპირ ევაჭრება რა და რა შევაჭრება იცით წყალობა რომ არ მოაკლდეს ამაში რამდენი გადავიხადო კითხულობს უთხრა იაკობმა ნუ რაფერს მომცემ ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დამწყემსავ და მოული შენს წყარს დღეს გავივლი შენს ფარაში ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი ყველა შავი ცხვარი ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა ეს იქნება ჩემი გასამრჯელო ეს არის იაკობის უაღრესად თავმდაბლური გამოჩინება ჯერ პირველ რიგში მე გეტყვით რომ ცხვრისფარა ალბათ ყველას ყავთ ნანახი რა ვიცი საქართველოში მთაში თუ გიმო ბევრი ის გინახავთ ჭრელი ცხვარი ან ფარაში და დაწინწკლული და იშვიათობაა ძალიან ანუ ძალიან უმცირეს სიტყვს მაგრამ აქ ალეგორიულად აბსოლუტურად სხვა რამესაც განმარტავენ წმინდა მამები ამასაც გეტყვით რასაც გულისხმობდა იაკობი ამ ყველაფერში მაგრამ მისი ეს თავმდაბლობა აუცილებლად დარჩება დასაჩუქრებული შემდგომ ღვთისგან და ღმერთი მას ასმაგად მიაგებს ამ სიმდაბლისთვის იმიტომ რომ მას სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა თავისი ცოლებისგან მზითვები რომ ამდენი ჩემი მეკუთვნის ამდენი ჩემი ნამუშევარია ამდენი თქვა ერთი ხომ და გაეტანებინა იმას თავისი ქალიშვილებისთვის მაგრამ ითხოვს ნახეთ გავივლი შენს ფარაში და ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი რა ძალიან იშვიათობაა ამის გარდა იშვიათობის გარდა კიდევ რა პრობლემა არის იცით ფასი არ ქონდა არანაირი ცხვრის ტყავს არ ყიდულობდნენ თუ იმას ქონდა წინწკლები და რაღაცა აჭრელებულ დაჭრელებულ უნდა ყოფილიყო ან სრულიად უნდა ყოფილიყო ან სრულიად შავი სხვანაირად არ ქონდა მას ფასი ამიტომ ის ითხოვს ჯერ ერთი რაც ძალიან მცირეა რაოდენობით და მეორე რასაც ყველაზე დაბალი ფასი აქვს და ფაქტიურად ან გაყიდი და ან ვერ გაყიდი ესეთი მდგომარეობა რა აქვს. ხვალ პასუხს გაგცემ ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ. ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდალად ჩამითვალეო. ანუ მე თუ სხვას შენი თვითონ ხოვული დაამფარებს და ლაბანს ეუბნება რომ მე თვითონ გამოვარჩევ ამათ. რომელიც არის დაწინწკლული და აჭრელებული შავ-თეთრად და ასე შემდგომ და შენ რომ მოდი შესამოწმებლად და თუ რომელიმე არ იქნებაო ნაქურდალად ჩამითვალე. ეხლა ნაქურდალად ჩათვლა რას ნიშნავს? იცით, მაშინ ქურდობისთვის ძალიან მკაცრი სასჯელი იყო. მართლაც ნაქურდალად რო ჩაითვალა და აღმოჩენილიყო მის ფარაში ისეთი ცხვარი, რომელიც მას არ უნდა წამოეყვანა წესით და თუ იტყოდა ლაბანი რომ კი ეს ნაქურდალია, ძალიან მძიმე სასჯელი ელოდებოდა ეს ადამიანს. უთხრა ლაბანმა კეთილი ეგრე იყოსო, ნუ ახლა რატომაც არა აწყობს ლაბანს ახლა ხო იცის სტატისტიკა ზუსტად იცის როგორ არის დაწინწკლული და ჭრელი ცხვრებისა. თუმცა კი რა არის იცით ამ ალეგორიაში ძალიან საინტერესო ალეგორიას ხედავენ წმინდა მამები და ამბობენ რომ იაკობი ამ შემთხვევაში ახალ აღთქმას განასახიერებს და ლაბანი ძველ აღთქმას განასახიერებს. ძველი აღთქმა რომელიც აბსოლუტურად კანონებით იმართება და ძველი აღთქმა რომელიც მოთხოვნაც არის რომ ეს კანონები უნდა შესრულდეს. და ახალი აღთქმა რომელიც ამ კანონებს მიუხედავად იმისა რომ შენ ვერ ასრულებ მე მაინც გირჩევ შენ მე მაინც პატრონო მზრუნველობ მე მაინც ჩავალ შენთვის ჯოჯო ამიტომ დაწინწკლული ეს ლაქებიანი ცხრები განასახიერებენ იმ ქრისტიანულ სამყაროს რომელიც ახალი აღთქმის შვილები არიან რადგანაც ჩვენ რომელიმე ვინ ვართ ახლა სუფთა კათკათა თეთრი ტყავი ისე როგორც სუფთა თეთრ ცხვარს აქვს. ყველას გვაქვს რაღაცა ის ლაქები, რომელ ლაქებსაც ამ შემთხვევაში ცოდვებს უწოდებ. მაგრამ მიუხედავად ამ ლაქებისა, ღმერთი ჩვენზე უარს არ ამბობს. ამიტომაც ეს სიმბოლო ცოტა უფრო ქვემოთ კარგად გამოჩნდება, რომ წავეკითხავთ აი ამ ტექსტს. უთხრა ლაბანმა კეთილი ეგრე იყოს. ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეзвი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა. ესე იგი, რომელიც თეთრი იყო და რომელიც შავი იყო, სრულად თეთრი და შავი თავის შვილებს ჩააბარა და ეს დაწინწკლულები და ზოლებიანი მოკლედ გაატანა იაკობს. დააგდო ლაბანმა 3 დღის სავალი თავისა და იაკობის შორიდან წყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას. აქ საინტერესო არის რომ 3 დღის სავალია მათ შორის და ჩვენ რა შევადარეთ ლაბანის ძველ აღთქმას და ახალ აღთქმას იაკობი და 3 დღე არის მათ შორის სხვაობა და რომელ 3 დღეზეა ლაპარაკი მაცხოვრის აღდგომაზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი იმიტომ რომ სწორედ ეს 3 დღიანი სხვაობა არის ახალ აღთქმასა და ძველ აღთქმას შორის რადგანაც ჩვენი ახალი აღთქმის დასაწყისი აღსრულება ახალი აღთქმისა გახლავთ ქრისტეს აღდგომა
რომელიც 3 დღე საფლავში მდებარე ქრისტე მაცხოვრისგან ჩვენ გამოხსნა მივიღეთ, ამაზეა ლაპარაკი, ამიტომაც ეს 3 დღიანი სავალი ამასაც გულისხმობს. აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და ნაკვერცხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდათ. ხო ხვდებით, რასაც ნიშნავს გალოპრა, ეხლა ჯოხი აიღო და ადგილ-ადგილ დანით ამოკვეთა და სადაც ამოკვეთავ ხო თეთრი ზოლებია. ანუ ესეთი ჯოხია, რომელსაც წინწკლები აქვს რა. ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა. ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარაწყლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე. ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარა მხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები. ანუ იწყებს იაკობის ფარა გამრავლება ზუსტად იმ ფერებში, რა ფერებიც მან აირჩია წამოიყვანა და ძალიან დიდი მოსავლიანობა აქვს, როგორ ქვია მას, დოლი, მე მგონი დოლს ეძახო. ანუ საკვირველი ის იყო, მე ლაბანი გაბრაზდება ამაზე ძალიან. ნახავს, რომ რაც აირჩია იაკობმა ამ შემთხვევაში, ხო? ეს დაწინწკლულები, ხედავ რომ შობიარობენ, სხვარი საერთოდ ერთშობს ხოლმე. და იაკობთან იყო, ტყუპები იბადებოდნენ პირდაპირ და 1, 2 და 3 უმრავლდებოდა მას ეს თავისი ფარა და თან ყველა ამ ფერის, რასაც ვერ შეედავებოდა მას იაკობ. თეთრი რომ დაბადებულიყო, ეს თეთრი უნდა გადაეყვანა და ლაბანის ფარაში უნდა ჩაესვა. ამიტომ იბადება სულ ყველა ესეთი დაწინწკლული. ეხლა ამ ჯოხებთან დაკავშირებითაც ამბობენ ალეგორიული განმარტებლები არიან, ძირითადად ალექსანდრიის მამები და ისინი ძალიან ხშირად ესეთ სახე სიმბოლოებს ხედავენ. ამბობენ, რომ წყალი ამ შემთხვევაში არის გამწმენდელი და წყარო წყლის არის ის საფრთხო სიტყვა, რომელიც ნათლისღები ჩვენ მიწმინდებით მოგეხსენება და საფრთხო სიტყვა, რომელიც ჩვენთვის ესე იგი გარდამოედინება უშუალოდ ეს გახლავთ ჩვენი წმინდა წერილი და ეს დაწინწკლული ცხოველები, როგორც გითხარით, უკვე შვილები გახლავთ აი ამ მიუხედავად იმისა, რომ ვართ ცოდვილები და გვაქვს ეს ლაქები, ახალი აღთქმის შვილები გახლავართ მართლაც. ეს ჯოხებიო ისე იყო გაკეთებულიო, რომ ჯვარს ქმნიდნენ, ასე ამბობენ მამები, ანუ ისე ამაგრებდა მათ იაკობი, მაშინ არ იყო ჯვრის ესეთი სიმბოლოები, მაგრამ უბრალოდ ისე ამაგრებდა ერთმანეთზე, რომ შეხედავდით. აი ესეთი ჯვარი იყო, ისეთი კი არა ჩვეულებრივი, მოკლედ, აი ესეთი კი არ იყო, აი ესე რომ იდგეს, წარმოიდგინეთ, X-ივით რო იდგეს, X-ის ფორმა რო კონდეს, თუმცა კი ხო, აი ანდრეას ჯვარს ეძახიან, დაახლოებით ესე ამაგრებდა ამ ჯოხებსო, რაცო ჯვარს გამოსახავდა, რომ ჯვარით ხდება სწორედ ესე გამოხსნა და ეს მიუხედავად ამ წინწკლებისა, გამოხსნილები ვართ ქრისტე მაცხოვრის მიერ ჯვრის საშუალებით. გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებიდან მისაკენ უზამდა პირს. მუქი ფერისას ყველა ლაბანის ფარაში სტოვებდა. ანუ რაც დაიბადებოდა ისეთი ფერის, ყველა ლაბანთან მიყავდა, თუმცა კი პროცენტულად ნაკლები იბადებოდნენ ისეთები. და თავისი პირუტყვი ცალკე ჰყავდა და არაჩერებდა ლაბანის ფარასთან ერთად. არაჩერებდა, რადგანაც ლაბანს სიტყვა მისცა. რომ თუ კი შენ ნახავ რომ ან თეთრი ან სრულიად შავი დარჩება ჩემს ფარაში, ნაკურდალად ჩამითვალე, ამიტომ მასთან გადაყავს, თუ კი ესეთი დაიბადა, დანარჩენს თვითონ იდევს. ჯანსაღი ფარის ახურებისას პირუტყვის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ. და თუ ფარა სუსტი იყო, არ ყრიდა, ლაბანს სუსტი რჩებოდა იაკობს ჯანსაღი. გამდიდრდა მეტისმეტად, კაცი შეეძინა დიდძალი ფარა, მაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები. ნუ არ ვიცი ახლა ეს რამდენი ხანი გრძელდებოდა, პერიოდულად, ნამდვილად არ დავინტერესებულ ვარ მართალი გითხრა როგორ, მაგრამ იაკობი ძალიან გამდიდრდა, მოკლე ხანში, იმდენად გამდიდრდა, რომ ლაბანი ვისთანაც წესით ის იყო და დაქირავებული და მუშაობდა, ლაბანს ბევრად აღემატა თავისი სიმდიდრით. ჩვენ 31 თავის კითხვას ვიწყებთ ახლა. მამა, ერთი კითხვა. კი, შეგოდა, უნდა სხვას, იგი გვარი იმებოდა და აგარავის არ უნდა. სხვასაც უშვებოდა? რას უშვებოდა და გაყიდვით როგორ არ იყიდებოდა, მაგრამ ისეთი ფასი არ ქონდა, როგორ ის თეთრს და შავს მეთქი, თორე გაყიდვით იყიდებოდა. გადალაკე ამგერმა ჯობო. არა, ეს რა არის, იცი აქ რო სიმრავლეზეა ლაპარაკი, ნახეთ, მაქალები და ისინი ხო შეიძინენ. იმ მაქალებს და მაკაცებს ჭამადასმა ხო სჭირდება. ესენი გარდა ამ ფარისა მიწასაც ამუშავებდნენ, ბუნებრივია.
მიწის მოსავალიც მოყავდათ, ეხლა სამაგიეროდ რძედა მატყლი და ყველაფერი ქონდათ აქედან მიღებული და გასაყიდათაც შეიძლება ისეთი ფასი არ ქონდა, დაბალი ფასი ქონდა, მაგრამ რაოდენობრივად ჯობდა, იმიტომ რომ ამას ეს თუ გაყიდა 100 წელს, თქვა 100 ლარად, იმას 10 ყავდა ეგეთი. პროცენტული შედარებისთვის რო თქვა ეხლა არა ზუსტ ციფრებს კი არ ვეძახით, ხო, თქვა 100 წელს გაყიდა 1 ლარად და 100 ლარი ქონდა და ის 10 წელს გაყიდა, თქვა 5 ლარად და 50 ლარი ქონდა. ნუ აი ესეთი პროცენტული შედარება შეიძლება გააკეთო ამ შემთხვევაში. გაიგო, მაგრამ ამ დროს ხო უკვე მსხვერპლშეწირვაც აღესრულება, ამ დროს ხო უკვე ხორციც იჭმევა და ასე რომ მაშინდელი სიმდიდრე დღევანდელ დღეს ჩვენ შეიძლება ცოტა ესეთი წარმოდგენა გქონდეს, რომ დღევანდელ დღეს კაცი რომ დიდრდება რასაკეთებს. ყიდულობს სახლებს, ყიდულობს მანქანებს, ყიდულობს დაჩებს, ყიდულობს იახტებს, ყიდულობს თვითმფრინავს და ასე შემდგომ. მაშინდელი პერიოდის სიმდიდრე იცით რა არის? სახლი საერთოდ არ ქონდათ ამ. კაროებში ცხოვრობდნენ. ამათ ქონდათ კარავი, წამოიკიდებდა ამ კარავს, სადაც მიდიო დაჩაც ეგ იყო და იახტაც ეგ იყო და ყველაფერიც ეგ იყო. მაგრამ რა იყო მაშინ სიმდიდრე? სიმდიდრე იყო სწორედ ფარა. ფარა საქონელი, რომელიც მას ყავდა, იმიტომ რომ რძეს, ყველს ამას დააგროვებდა და ეს ყველაფერი იცვლებოდა, თქვა, პური დაჭირდებოდა, პურში გაცვლიდა და რაც მოუნდებოდა იმაში გაცვლიდა. ყავდა ხმაქალები, ისინი რა ქვია, კაცები და ამუშავებდა იმას და თვითონაც ესე მუშაობდა. ეს ითვლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით რა არის? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდიდარია, თქვენ რა გონიათ, იაკობი წამოწორილია მხართეძოზე და შორიდან ადევნებს თვალს ამ პროცესებს. არა, თვითონ წემსობს. თვითონ მუშაობს. პატრიარქი იაკობი, რომელიც არის ძალიან მდიდარი, თვითონ მუშაობს. იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ მე აქ ლაბანთან მას კამათი რომ მოუვა, პირდაპირ ეუბნება რომ დღე და ღამე წვიმაში და ქარში, ყინვაში და თოვლში მეო მწყემსავდი შენ ფარასო პირდაპირ ესე ეუბნება. და მერეც აგრძელებს ამ სამუშაოს. ხო არ გონიათ რომ როგორ მდიდრდება მერე დაანებებს თავს პირიქით. უფრო მეც მუშაობს. ეს კიდე ჩვენი სხვა პრობლემაა. ვიღაცა ორკაპიქს რო იშოვის და აუცილებლად კაბინეტს მოიწყობს და ახლა შორიდან უნდა უყუროს და მუშაობას ანებებს თავს და ინგრევა ყველაფერი თავზე. ერთია სიმდიდრის მოხვეჭა და მეორეა მისი შენარჩუნება. ამას უფრო მეტი შრომა სჭირდება ვიდრე მოხვეჭას ხანდახან. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცმა ჰოპ და რაღაცაში გაუმართლოს და მოაგროვოს კაცმა და კარგი ფულით შეიძლება იშოვოს, მაგრამ ამის შენარჩუნება და ჭკვიანურად, ესე იგი, მოხმარება ეს უფრო დიდი პრობლემაა ხშირ შემთხვევაში. გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამიჩვენისეული ქონებით გამდიდრდა. ეხლა ლაბანის ბიჭები დაждდნენ და ლაპარაკობდნენ, იმიტომ რომ გახედეს რომ იმისი ფარა 5 ბანკანი რო გაატანეს ახლა 5000-ია და თვითონ რაც ყავდათ იგივე ყავთ, ვერაფერი ვერ შემატეს. ამიტომ ბუნებრივია შურით დაიწყეს მასზე ლაპარაკი, რომ ეხლა ხედავ მამაჩვენს პარავს ესო იძახიან და არაფერი არ მოუპარავს. მამამისთან როგორც მოილაპარაკა, სწორედ ისე მოქმედებს და მდიდრდება. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო. რა მინდა იცით გითხრათ, რომ აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ეს ზემოქმედება, როგორ შეიძლება მოახდინოს შენმა ნალაპარაკებმა ადამიანს. აი ლაბანმა ზუსტად ხო იცის, როგორ მოელაპარაკა იაკობს ეხლა? ლაბანს ასწავლიან მისი შვილები? იაკობის და ლაბანის ურთიერთშეთანხმება იყო ეს, რომ მე ესეთები მიმყავს, ესეთები გამრავლდებიან ჩემია, ესეთები გამრავლდებიან შენია. ეს ხო ლაბანმა ზუსტად იცის, მაგრამ აი შვილების ლაპარაკმა, რომ აი გავძარცვა ამ კაცმა და ნახე რამდენი ფული შევა და როგორ ეს კაცი ბოროტდება ამ ლაპარაკით. ამიტომაც ეს ყველაფერი, რასაც ეხლა ვკითხულობთ, მაშინ საუკუნეების უკან მომხდარი ამბავი არ გეგონოთ. დღევანდელ დღესაც ასეა ზუსტად. როდესაც ვიღაცაზეა გაბოროტებული და დაუწყებს იმაში ყურში ჩურჩულს, რომ ო ის ესე ეხლა ასე შვება და იმან ხო ასე გააკეთა და იმას ხო ესე არის და აი საშინელებაა მინდა გითხრათ რა. საშინელებაა, როდესაც ადამიანი არ გამოიძიებს რაღაცა ამბავს, არ გაარკვევს რაღაცა ამბავს და ისე დაიწყებს პირდაპირ ვიღაცაზე ესე ჭორაობას, გაბოროტებულ საუბარს და ასე შემდეგ. მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მოთხრობილი დანიელ წინასწარმეტყველის მე-13 თავში არის ეს ამბავი. თუ დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ, თქვენ თვითონ ნახავთ, რომ ორი მსაჯულია ებრაელი, რომლებიც დაახლოებული არიან ერთ-ერთ დიდარ კაცთან. მეგობრობენ მასთან და ეს კაცი შეერთავს ძალიან ლამაზ ცოლს, დებორა ქვია ამ კაცს სახელად. და იოაკიმე ქვია, მე მგონი ქმარს თუ არ მეშლება, რა ვიცი, თუ მამას ქვია იოაკიმე. რა მნიშვნელობა? დებორა ქვია ამ კაცს არის
ფიზიკურად ძალიან ლამაზი, მაგრამ არის ძალიან მორწმუნე. და აი ამ ორივე კაცს, რომლებიც არიან ისრაელის მსაჯულები, მოეწონებათ ეს ქალი. ხო და გადაწყვეტენ, რომ მასზე ძალა იხმარონ. და როდესაც ის მარტო არის ბაღში, ბაღის რაღაცა კარები ჰქონდათ, სადაც კეტავდნენ ამბავს და ეს ქალბატონი რაღაც დინარე ჩამოდიოდა და ბანაობას აპირებდა იქა, თავისი მსახურებიც გაუშვა და უნდა იბანო, ესენი დაადგებიან თავზე და ეუბნებიან, რომ ეხლაო თუ შენო ჩვენთან დაწოლაზე უარს იტყვიო, მაშინო ჩვენო დაგადანაშაულებთო, რომ ისაო რა ქვია, ვითომო ვიღაცა სხვა საყვარელი ყავდა, კაციო და აქო მარტო იმიტომ ვიყავი. და თუ ჩვენთანო თანახმა იქნებიო თანაცხოვრებაზეო, მაშინო არაფერსაც არ ვეტყვითო. ეს ქალი ეტყვის, რომ არაო, მეო თქვენთან არ ვიკადრებ ამასო. იტყვის და ესენი ატეხავენ ყვირილს, რომ ვითომ ვიღაცა კაცთან შეუსწრეს, ორივე არის მსაჯულია. თანამდებობის პირები არიან, მათთან განიხილება ზოგადად საქმეები. და იცით რას გააკეთებენ? მთელი საზოგადოების წინაშე ამ ქალს თავზე ხელს დაადებენ და იტყვიან, რომ მე ამის ქალი ჩვენ ვნახეთ ვიღაცა ახალგაზრდა ყმაწვილთან ერთად ბრუშობდა. მიუსარით იქ უბრალოდ ის კაცი გაგვექცაო, ვეღარ ვნახეთ. და სიკვდილით მთელი ხალხი ეთანხმება. მთელი ხალხი ლაპარაკობს, რომ როგორი კარგი ქალი გვეგონა. არავინ არ იძიებს ამ საქმეს. არავის არ აინტერესებს სინამდვილე. რადგანაც თქვა ამ საჯულმა, ესე იგი აუცილებლად ასია. და მიყავთ სიკვდილით დასაჯელად. ეს ქალი მართლა მორწმუნეა და იწყებს ლოცვას. რომ ღმერთო, ამ სირცხვირითო ნუ მომკლავო, იმიტომ რომ შენ მაინც ხო იცი რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. და დანიელ წინასწარმეტყველს ექნება ჩვენება, რომ ეს ქალი მართალია და მივა და გააჩერებს ამ პროცესს და იტყვის რომ მაშინ მთელი საზოგადოება უნდა სიკვდილით დასჯა ეს ეხდებოდა. მთელი საზოგადოება უნდა დათანხმებოდა ამას, რომ კი სიკვდილის ღირსია. და ამიტომ დანიელი ამბობს, მე უბრალო ვარ მაგის სისხლისგან არ მივიღებ მაგაში მონაწილეობას. ეუბნებიან, მაშინ ისიც უნდა თქვა, რატომ არ მიიღებ? რატომ არ ეთანხმები შენ აი ამ ჩვენ გადაწყვეტილებას? დანიელი ეუბნება, მეო ცალ-ცალკე მომეცი თუ ამათი დაკითხვის საშუალებაო და დაიბარებს ერთს და ეკითხება რომ რომელი ხის ქვეშ მიუწარითო, ის ეტყვის რომ მუხის ძირშიო. მეორე ცალკე დაიბარებს და კითხავს რომ შენ რომელი ხის ქვეშ მოხდავ ეს ამბავი, სადაც თქვენ თავზე დაადექითო. ის ეტყვის რომ აბსოლუტურად რაღაცა სხვა ადგილს ეტყვის რა. აღმოჩნდება რომ ეს ქალი სრულიად მართალია. მაგრამ ეს იყო გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ მიღებული, ამიტომ არ იფიქროთ თქვენ უმრავლესობა ყოველთვის მართალი იყოს. არასოდეს ასე არ ჩათვალოთ რომ უმრავლესობა მართალია. ხანდახან უმრავლესობას ასე აქეზებს ვიღაცა ბოროტ მოქმედი, იმიტომ რომ ბოროტ მოქმედება ქვია ამას, სხვა მეტი რა ქვია. ადამიანი რომელიც ასე გახურდება ვნებით, რომ კვლელობაზეც კი წამსვლელია, ნუ ამაზე საშინელება რა შეიძლება იყოს, რომ ალალმართალი ადამიანი ვისთვის უნდა მოკლა, იმიტომ რომ მან ვერ დაიკმაყოფილა უკაცრავად თავისი ცხოველური ჟინი. მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, ნახეთ, თანამედროვე საზოგადოებაში თუ უმრავლესობა რაღაცას ღაღადებს, არაფერ არ ჩათვალოთ, ეს რომ აუცილებლად მართალია უმრავლესობა. იმიტომ რომ იქნებ ვისგან არის გაქეზებული ეს უმრავლესობა. თუ არ გამოუძიებია, თუ არ შეუსწავლია, თუ არ გამოუკვლევია რა ხდება და როგორ ხდება. დღევანდელ დღესაც რო ვლაპარაკობდით, გახსოვს იმ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ვინ უარყოფს ამას, რომ საქართველო ოკუპირებულია? მაგრამ რა მერე, რომდენიც არ გინდა იძახო საქართველო, რომ გაერთიანდება ყველა ქართველი დედა ეკლესიის წიაღში და მოინანიებს თავის ცოდვებს, თავის აბორტებს და თავის მამათმავლობებს, აი მერე შეიძლება გვეშველოს რაღაც. თორე იმით რომ აგინებ ოკუპანტებს, ამით არაფერი არ გეშველება. უკაცრავად ამ გადახვევისთვის. ამიტომაც რატომ მოვყევი ეს ამბავი? ეს ბიჭები დააჯდნენ ეხლა, რომლებსაც მუშაობა ეზარებათ, ნახეს რომ იაკობი მდიდრდება და მამასთან დაიწყეს ჩუქჩუქი. მამა, ხედავ, ჩვენი ქონება მიაქ, იტაცებს ყველაფერს. მამამის ამ კაცთან ხელშეკრულება აქვს დადებულ, მაგრამ მამამის გააგიჟებენ ამით. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანსო. პირდაპირ ამბობს წმინდა წერილი, რომ ისეთი აღარ იყო ლაბანი მის მიმართ როგორც ადრე. იმიტომ რომ ადრე ალალი იყო პირდაპირ უთხრა, მეო ზუსტად ვიციო რომ შენს გამო მდიდრდებიო. შენს გამო მაქვს მე ესეთი წყალობა, შენ რომ ხარ აქ, ამიტომ არის ეს წყალობა. ეხლა უკვე სხვანაირია ლაბანი ყურში ჩურჩულების გამო. უთხრა უფალმა იაკობს, დაუბრუნდი შენი მამა პაპის ქვეყანას, შენ სამშობლოს და მე შენთან ვიქნები. ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ იაკობი ამ მდგომარეობაშია, ლაბანის ოჯახში პირდაპირ გეტყვით რომ ისი ჩაგრება
არსად არ გარბის იაკობი სანამ უფლისგან არ მიიღებს კურთხევას. ბოლომდე ითმენს ყველაფერს და ელოდება ღმერთის კურთხევას. როდის იქნება მისი აქედან წასვლის დრო? აი მიიღო, უთხრა უფალმა იაკობს, ანუ დადგად რომ მომწიფდა დრო, რომ ის უნდა დაბრუნდეს, მან ის ერი რჩეული ერს უნდა მისცეს დასაბამი მისი 12 შვილიდან, რომელიც უნდა წარმოდგეს. გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუთრო რახელსა და ლიას ველად ფარასთან. მოუხმო უკაცრავად, კი არ მოუთრო. და დაიბარა რომ მოდით. უთხრა მათ, სახეზე შევატყვე მამა თქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორც ადრე იყო. მაგრამ მამა ჩემის ღმერთი თან მახლავს მე. თქვენ იცით რომ ძალღონი არ დამიშურებია მამა თქვენის სამსახურისთვის. მამა თქვენმა კი მომატყუა და 10 გზის შემიცვალა გასამრჯელო. მაგრამ არ დაანება ღმერთმა ებოროტნა ჩემთვის. რას ნიშნავს იცით ეს სიტყვები 10 ჯერ შემიცვალა გასამრჯელო? რო ნახავდა რომ წინწკლებიანი უფრო მეტი იბადებოდნენ. ადგებოდა და ეთყოდა არა ახლა წინწკლებიანს მე წავიყვანო. ახლა თეთრები იბადებოდნენ. ამაზე გიждდებოდა არა კაცო ჩვენ ხო მოვილაბარაკეთ თეთრები და ახლა თეთრები მიყავდა. 10 ჯერ ასე გადაასხვაფერა სიტყვა და ისეთები იბადებოდა რომლებიც იაკობის სასარგებლოდ იყო. ამიტომ გამწარდა ლაბანი, მიხვდა რომ თვითონ არის ხარბი, რაღაცა უნდა, მაგრამ არ გამოსდის და იაკობი მორჩილად ეუბნება, ასე გინდა კი ბატონო ასე იყოს. მაგრამ იაკობი მდიდრდება მაინც. იაკობი არის თავჩაღუნული და კი ბატონო და მდიდრდება, ეს კიდე ძალაუფლება აქვს, ამისია ყველაფერი, მაგრამ ვერ მდიდრდება. როცა იტყოდა დაწინწკლული იყოსო, შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა. წაართვა ღმერთმა საქონელი მამა თქვენს და მე მომცა. მართლა ასია, იმ დაჩაგურის გამო, იმ ტყუილის გამო, რაც ლაბანმა ჩაიდინა, იმიტომ რომ რახელის გამო იმუშავა 7 წელი და ლია შერთო, მერე კიდე რახელის გამო ცალკე იმუშავა, კიდე დამატებით 7 წელიწადი, გასამრჯელოს გარეშეა ლაპარაკი. 14 წელიწადი გასამრჯელოს გარეშე მუშაობდა ყველაზე რთულ სამუშაოზე. წყემსობა არის ერთ-ერთი ურთულესი სამუშაო. მე არ ვიცი, ქონიათ თუ არა თქვენ შეხება რაიმე წყემსებთან, არ ვლაპარაკობ ეხლა დილით რო რაღაცა იმას გადენიან ორ წელწროხას სოფელში და საღამოს მოდე, ამაზე არ გელაპარაკებით. აი 1000 და 2000 ცხვარი რო ყავს მთაში კაც წაყვანილი. თუ გინახავთ და თუ მე პირადად თუშეთში მივლია და ასეთ ხალხს შევხვედრივა, წარმოიდგინეთ თქვენ რომ 6 და 7 თვე შეიძლება ისე გავიდეს, კაცი სახლში ვერ ჩამოვიდეს საერთოდ. და ცხოვრობს მთაში, კარავში აუცილებლად, იმიტომ რომ იქ სახლს ვერ ააშენეთ. ალპური ზონა, ჩრდილსაც კი ვერ იპოვე ხანდახან თავი რომ შეაფარო. თუ სიცივეა, ისეთი სიცივეა რომ გაუსაძლესია. თუ სიცხეა, ისეთი სიცხეა რომ ისიც გაუსაძლესია და მე ამ 1000 და 500 ეხლა ცხვრის მოწველა და გაკრეჭვა და ამათი ესე დამუშავება მე ამის ზურგით ჩამოზიდვა კიდე. მანქანები იქ ვერ დადიან. აი ეს გახლავთ ურთულესი სამუშაო. გარდა იმისა რომ მოწყვეტილი ხარ ყველაფერს. ამიტომაც იაკობი იჩაგრებოდა, ამიტომ რომ 14 წლის განმავლობაში მე ის გასამრჯელოს გარეშე მუშაობს, თუ ახლა იმას არ ჩავდო გასამრჯელოთ 2 წელი მიიღო თავის ხმაკალებთან ერთად. ამიტომაც ამბობს, წაართვა ღმერთმა საქონელი მამა თქვენს და მე მომცა. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა ვაცები ფარას რომ ახტებიან. სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან. ახლა იმ ჩვენების შესახებ უყვება, რომელიც ღმერთმა უთხრა, რომ ასე გააკეთებ და ასე გამდიდრდები. ვითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში, იაკობ, მიუგე აქავა. ვითხრა, აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია, ჭრელია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს. პირდაპირ ღმერთი ეუბნება. მე ვხედავ ლაბანი რასაც გიკეთებს, ამიტომაც შენ მიიღებ ამას სიმდიდრის სახით. აი ამ დაჩაგრულობის მოთმინებისას კომპენსაცია იქნება შენთვის აი ესეთი სიმდიდრე. ცხესვეც, სადაც აღთქმა მომეცი, ახლა კი ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდე შენ სამშობლო ქვეყანას. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, ღმერთი ყოველთვის სხვადასხვა სახელით ეცხადება, ნახეთ თუ დააკვირდით. მე ვარ ღმერთი ა ブラ ამისა, ისააკისა ეუბნება. ხან ეუბნება მე ვარ ღმერთი ისააკისა და ა ブラ ამისა. ეხლა ეუბნება მე ვარ ღმერთი ბედსა და შენ ზეთისწყე და სადაც აღთქმა მომეცი. რას ნიშნავს ეს იცით? პირველ რიგში იმას ნიშნავს რომ აუცილებლად მიუხედავად იმისა რომ ეს ერთ ღმერთზეა ლაპარაკი და სხვადასხვა ღმერთებზე ლაპარაკი კი არ აქვს. ყველას ინდივიდუალური ურთიერთობა აქვს ღმერთთან. ა ブラ ამს თავისი ურთიერთობა ჰქონდა, ისააკს თავისი და იაკობს თავისი აქვს. აი ეხლა რომ ეუბნება რომ ღმერთი ბედე სადაც შენ ზეთისწყე, უკვე მისი და
იაკობის ურთიერთობის შესახებ ელაპარაკება. აი ამ ინდივიდუალური ურთიერთობას უსვამს. ხას რომ მე და შენს ურთიერთობაში რაც ხდება, ახლა ამაზე ვლაპარაკობ. მაგრამ როდესაც გამოეცხადა და უთხრა რომ ღმერთი ისააკისა და აბრაამისა, მიანიშნა რომ ისააკი არის ის, რომლის შიშსაც იფიცებდა მერე იაკობი და ეს შიში იყო რომ მამას რამეში არ შეწინააღმდეგებოდა. როდესაც ღმერთი აბრაამის ეუბნება, ამითი მიანიშნებს იმას რომ აღთქმა აბრაამზეა მიცემული და შენ ნუ გეშინია. იმიტომ რომ შენ ისე უნდა გამრავლდე რომ მთელი ქვეყანავს და შენგან უნდა მოვიდეს მესია და მხსნელი. ამიტომაც ესეც ხან ისე იმიტომ სახელდება და ხან ასე რომ ეს ყველაფერი ამ ინდივიდუალურ გამოვლინებაში გასაგები იყოს ჩვენთვის. მიუგეს რახელმა და ლიამ და უთხრეს კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამა ჩვენის სახლში. აი ნამდვილი ცოლები. ეხლა მამას ვერ ვაწყეინებო რამე. აღარა კაცი ცოლს რომ მოიყვანს დამთავრდა იმ ქალის მშობლები იქ არაფერი საქმე და პირიქით. არც კაცის მშობლებს იქ აღარანაირი საქმე აღარა. მორჩენილია ყველაფერი. იქამდე შეიძლება რჩევა მისცე შენ შვილს, იქამდე შეიძლება უთხრა რაღაცა მოგწონს თუ რაღაცა არ მოგწონს. მაგრამ დაქორწინდნენ, კეთილი ინებეთ და დაანებეთ საერთოდ თავი. და თუ ქალი იტყვის რომ არა დედაჩემს და მამაჩემს მე რაღაცაში ესე ანგარიში უნდა გაუწიო და ქმარო შენ მოითმინე, დამნაშავეა ეს ქალი. და თუ ქმარი იტყვის არა მე ეხლა დედაჩემს და მამაჩემს ვერ ვაწყენინებ და შენ ცოტა ხანი მასე იყავი, დამნაშავეა ეს ქმარი. იმიტომ რომ დედას და მამას აღარ ეკუთვნის არც ცოლი და არც ქმარი, ერთმანეთს ეკუთვნიან. ქალის სხეული კაცს, კაცის სხეული ქალს. და ისინი უფლებენ ამაზე. ამიტომაც გაითვალისწინეთ ეს ვინც ხართ მშობლები, არავითარ შემთხვევაში არ ჩაყოთ წვირი, უკვე დაოჯახებული თქვენი შვილის ცხოვრებაში. და ვინც ხართ დაოჯახებული, გაითვალისწინეთ რომ ცოლი დგას პირველ რიგში და მერე შენი მშობლები. რადგანაც დაიწყეთ ნათესაობის ჩამოთვლა, ვინ არიან შენი ნათესავები? პირველი ნათესავი არის დედა და მამა. მეორე ნათესავი არის დედმამიშვილი. ცოლი როგორი ნათესავია? არ არის ნათესავი, ეს იგივე შენ ხარ. ამიტომაც გაითვალისწინეთ ეს. ბაბუსის შვილი რომელიც ოჯახში მშობლებთან დარჩა. მერე რა? ნუ მშობლებთან აგრანაც თუ ცოლი და ქმარი არიან და მშობლების სწორა. აუცილებლად. აუცილებლად. ყოველ მიზეზ გარეშე. ამიტომ ეს რა ვთქვი გაუგებარი მაშინ და აგიხსნით. ერთი წამით გაუგებარი რა იყო რაც მე ვთქვი მითხარით და აგიხსნით. აი გეუბნები არ უნდა ჩაერიო. როდესაც ოჯახში დიახ. ოჯახში იქ რაღაც თავისებური კითხვა ოჯახში ვინა არა. არა. ერთი წუთით დავკონკრეტდეთ მაშინ. დავკონკრეტდეთ, მაგალითად მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ მამაჩემის სახლში. ამაზეა ხომ ლაპარაკი? ერთ სახლში ვცხოვრობთ. წესებს ადგენს ამ სახლის წესებს ადგენს რა თქმა უნდა მამაჩემი. საერთო ოჯახისა რაც არის. მაგრამ მე და ჩემი ცოლის გადასაწყვეტი რაც არის, იმაში მამაჩემი არ ერევა. ჩვენ რა თქმა უნდა კეთილი უნდა ვინებოთ და მორჩილება გამოვიჩინოთ იმაში რომ რაღაცა საერთო წესი რაც აქვს დადგენილი ოჯახში რომ ეს ესე უნდა იყოს, მაგრამ მამაჩემს სრული უფლება აქვს მაგალითად რაღაცა არ მოეწონა ჩემი ცოლის და გააგდოს სახლიდან. მე რა უნდა ვქნა ამ დროს, იცით? უნდა წავყვე. ამაზეა ლაპარაკი. მე უნდა წავყვე ჩემ ცოლს და პირიქით სიმამრმა მე თუ გამომაგდო ჩემი ცოლი უნდა წამომყვეს მე. მადლობა ღმერთს არ დაგვდგომია იქ. არა. რატო ვლაპარაკობთ ამას, იცით რომ ეს ძალიან ხშირად გაუგებრობას ეწევს. მართლა ხდება ასეთი ამბავი. ბოვა ქმარი და იმას იზავს, რა ქვია, ამ ცოლს ეტყვისო შენ დედაჩემს ახლა ეკამათი აბა კარგად იყავებ, მე დედასთან უნდა დავრჩე. არ არის ეს სწორი, არ შეიძლება ასე. შენ იმასთან შერთული ხარ უკვე კაცო. არ შეიძლება ვინ ცოლი და ქმარი დააშოროსო. ძალიან ცუდი ამბებია ეს. ეკლესიის დაშლის ტოლფასია ოჯახის დაშლა. ეკლესია რო იქმნება რა არის ეს?
ოჯახი რო იქნება, ეს არის ეკლესია. ეკლესია რომ დაშალო იგივეა რაც ცოლ-ქმარი რო დააშორო ერთმანეთს. ოჯახის ტრადიციები უნდა დაიცვან და უნდა იყოს გუგულები. ოჯახის ტრადიციები უნდა დაიცვან აუცილებლად. მაგერით საქმეში ამბობთ აუცილებლად. ესეთია ფორმულირება რომ რა თქმა უნდა ოჯახის უფროსი ხარ, სანამ მამაჩემია იმ ოჯახში, რა თქმა უნდა ის ადგენს წესებს. კი შეიძლება პირიქით რაღაცა მეც მკითხოს და რაღაცა ჩემი აზრი გაითვალისწინოს, მაგრამ ვალდებული არ არის ყოველ შემთხვევაში. იტყვის მამა რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ, მე და ჩემმა ცოლმა კეთილი უნდა ვინებოთ და გავაკეთოთ, მაგრამ თუ რაღაცა არ მოგწონს ბატონო, მე ჩემ ცოლთან უნდა ვიყო და ჩემი ცოლი ჩემთან. ამაზეა ლაპარაკი მეტი არაფერზე. ამას ვამბობ, სანამ მოიყვანს, იქამდე შეგიძლია შენ რაღაცა რჩევა, რაღაცა იცი რა, ეხლა ის არ მოგწონდეს მზითვების გამო იწუნებდე, ეს არ არის მიზეზი. ან რაღაცა ის არ მოგწონდეს ეხლა რაღაცა კბილების შორის დაშორება. ამიტომაც თუ რაღაცა იცი რომ უზნეო ცხოვრებით ცხოვრობს ეს ოჯახი, თუ რაღაცა იცი რომ იქ სერიოზული პრობლემა არა მარტო ზნეობასთან, კრიმინალთან და ასე შემდგომ, მშობელი მაგისი ხარ რომ უნდა დაუდგე და უთხრა და აუხსნა ეს ყველაფერი ამ ადამიანს. მაგრამ თუ არ გაიგონა და მაინც მოხდა ესეთი შეერთება. ყველანაირი ღონე უნდა იხმაროთ რომ არ მოხდეს, მაგრამ თუ მაინც მოხდა, თქვენ უკვე უძლური ხართ, იქ ვეღარაფერში ვეღარ ერევით. პირიქით, პრობლემა შეექმნება, უნდა უთხრა, შენი არჩევანია, ჩემო კარგო შვილო, რადგანაც შენ ჩემი რჩევა არ გე, ეხლა კეთილინებე და პირიქით, მე ყველანაირ გვერდში დაგიდგები რომ თქვენ აღარ დაშორდეთ ერთმანეთს არასდროს. იმიტომ რომ იქნება შენ მას სიკეთე მის გააჯანსაღოს. ამიტომაც ნახეთ პირდაპირ ეუბნება რახელი და ლია კიდევ გვიდევს რამე წილი მამა ჩვენის სახლშიო? არაფერი აღარ გვაკავშირებს ჩვენ მამასთან, შენი ცოლები ვართ ეუბნები. განა უკვე უცხოები არ ვართ მისთვისო. უცხო ხდება გოგო როგორც კი გათხოვდება. დამთავრდა ის გათხოვდა, წავიდა სხვა ოჯახი აბსოლუტურად. ხომ გავყიდა და ჩვენი ვერცხლით შეჭამაო. ესენი ახლა ამ წინადადებას ამატებენ, იმიტომ რომ მართლა ასე მოხდა თურმე, იმიტომ რომ ბზითვი რაც უნდა გამოეტანებინ ამათვის. ის ბზითვი თვითონ ლაბანმა მოეხმარა მშვენივრად გადასარევად რაში ოღონდ არ წერია. ამიტომაც მთელი ქონება ღმერთმა რომ წაართვა მამა ჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისა, ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის. ეს ადამიანები რა თქმა უნდა იაკობის წყალობით უკვე მორწმუნეები არიან, სწორი სარწმუნოება აქვთ ლაბანისგან განსხვავებით და პირდაპირ ეუბნებიან, როგორი კურთხევაც მიიღე ღვთისაგან, შენ ისე გააკეთე და ჩვენ შენთან ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ლაბანი წინააღმდეგია და არ უნდა ამათი გავშება ჩვენ ამას წავიკითხავთ ახლა. ეს ორივე ცოლი ეუბნება იაკობს, როგორ შენი თქმი ისე იქნება ყველაფერი. ადგა იაკობი, იაკობს რა თქმა უნდა აინტერესებდა ამათი აზრი, ხა და ამიტომაც დაელაპარაკა. ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და ცოლები აკლემებზე. წაასხა მთელი თავისი საქონელი, მთელი თავისი მონაგები, თავისი საკუთარი საქონელი, ფადან არამში რომ მოიგო, რათა მისულიყო ისააკთან, თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში. ისააკი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ იქ სადაც ისააკი სახლობდა მოკლედ. და შესვა მოკლედ ეს მამა მობრძანდი. თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში რომ დაბრუნება. ანუ საიდანაც წამოვიდა, იქ უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ ის არის აღთქმული ქვეყანა, რომელიც ღმერთმა უთხრა, რომ თქვენია ეს ქვეყანა, თქვენ უნდა იცხოვროთ აქ და გამრავლდეთ. ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული, რახელმა მოიპარა კერპები მამამის რომ ქონდა. აი ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ლაბანი იაკობს როგორ ელაპარაკება, შენი წყალობითაა ეუბნება პირდაპირ. ანუ შენის გამო არის რომ ღმერთი მე მწყალობს, მიუხედავად ამისა კერპთაყვანისმცემელი. რაღაცა კერპები აქვს, რომელ კერპებთანაც ის ლოცულობს. ეხლა ორი განმარტება აქვს ხოლმე ამას. ერთი ის აქვს, რომ რატომ მოიპარა რახელმა კერპები. ფაქტი ესეთია, რომ რახელმა იცოდა, რომ როდესაც მამამისი რაღაცა განსაცდელი შემთხვევიდან საომრად უნდა გასულიყო, რაღაცა მიდიოდა და ამ კერპებთან იწყებდა მსახურებას. და რწმენა ქონდა და დაჯერება ქონდა, რომ ამ კერპებთან რომ ილოცებდა და იმსახურებდა, მერე რო წავიდოდა ყველა საქმეში გაუმართლებდა. ამიტომაც ის ამ კერპებს იპარავს,
რომ ისა ლაბანი ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, გაეკიდოს ეხლა იაკობს და წაართვას უკან ეს ქონება. ამიტომ კერპები რო აღარ დახვდება და რო ვეღარ ვილოცებს, ანუ წაგებულად ჩათვლის წინასწარ ამ ომს, ანუ მორალურად იქნება განადგურებული. ამიტომაც იპარავსო რაქელიო ამ კერპებსო ამაზეა ლაპარაკი. მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც, რომ არც რაქელი არ იყო მთლად გულგრილი ამ კერპების მიმართ, იმიტომ რომ ამ ოჯახში გაზრდილი იყო და რაღაც ამ ტრადიციებს უნდოდა თუ არ უნდოდა მიუხედავად იმისა, რომ იაკობის ცოლია და მართალსარწმუნოებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აქვს და იცის რაც და როგორც არის, მიუხედავად ამისა, ამ გავლენის ქვეშიდან მაინც არ არის გამოსული. თუმცა კი ამ გავლენის ქვეშიდან გამოვა და ბოლომდე გამოვა, იმიტომ რომ ამ კერპებს ის ძალიან დიდ შეურაცხყოფას მიაყენებს და ჩვენ ვნახავთ როგორც. იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა რომ გარბოდა მისგან. რას ნიშნავს გული მოჰპარა? აი ამ კერპებზეა ლაპარაკი, რომ გული მოჰპარა, რომელ კერპებზე? ამ კერპებთან ლოცულობდა ეს ადამიანი და მთელი მისი გული რა იყო, იცით? სიმდიდრის მოყვარულობა და ტრფიალი. ლაბანს ძალიან უნდოდა რომ გამდიდრებულიყო. და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი წამოიღო თავის კერპებიანა, თავის სიმდიდრე, თავის ქალიშვილები, თავის შვილიშვილები, რაც ნამდვილი სიმდიდრე იყო, ყველაფერი წამოიღო იაკობმა და წამოვიდა. გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა. ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნაპირი. ანუ მიდის თავისი მიმართულებით. მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა. მესამე დღეს ბუნებრივია, იმიტომ რომ 3 დღის სავალი იყო მათ ფარებს შორის, რომ არალეურიყვნენ ერთმანეთში, ეს ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ და მესამე დღეს შეიტყო, იმიტომ რომ ესე რომ წამოვიდა ვიღაცა ადამიანმა, ხო წავიდა ამის შესატყობინებლად, რომ იაკობმა წაიღო ყველაფერი და წავიდა. ამიტომ 3 დღე დასჭირდებოდა იქამდე მისვლას და მესამე დღეა როცა უთხრეს ლაბანს, რომ წავიდა იაკობი. იახლა სახლი კაცები და ზდია 7 დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთასთან არ დაეწია მას. ეხლა კითხვა ჩდება, რომ კაცო 3 დღე არ იცოდა, 3 დღე ხო იმათმა იარეს. ასე გვიანი იყო, რომ გაიგეს, ესე იგი მისი გაპარვა. და 7 დღეში დაეწია. რანაირად დაეწია? უნდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივად. ლაბანი იყო ამხედრებული რაღაცაზე და მისდევდა იმას და იაკობს მიაქვს მთელი სიმდიდრე. იქ ქარავანი მიდის, ფარა მიდის, პატარა ბავშვები მიდიან, ამიტომ მათი გადაადგილება სწრაფად შეუძლებელია, უნდა გააჩერო რაღაცა მომენტში, წყალი დაალევინო იმ ფარას, საჭმელი აჭამო ამ ხალხს, თორე დაგიციუდება გზაში. ბუნებრივია, მათი სვლა არის ძალიან ნელი და ლაბანს კიდე არც ფარა ახლავს, ან მეომრები ახლავს, რომლებიც შეიარაღდნენ და შეჯდნენ თავის ცხენებზე თუ აკლემებზე რავი რაც ყავდათ და გამოეკიდნენ და ბუნებრივია დაეწივა. გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში. ნახეთ? ღამე მეორე დღეს სანამ შეხვდება იაკობს და უთხრა, ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს და არც ავიო. ღმერთი აფრთხილებს პირდაპირ მას, რომ იაკობს საერთოდ არც კარგი უთხრა და არც ავი. სინამდვილეში მისი მოკლა ქონდა გადაწყვეტილი. ყოველგვარი ეჭვის გარეშე აუცილებლად მას დასჯიდა ამ ქალიშვილებს უკან დააბრუნებდა, მთელ სიმდიდრე რა თქმა უნდა მას დარჩებოდა და თავის შვილიშვილებიც მას დარჩებოდა, მოკლედ იქნებოდა მასთან. მიეწია ლაბანი იაკობს. როცა იაკობი კარავს შლიდა მთაზე, ლაბანმაც გალაადის მთაზე დასცა კარავი თავის სახლიკაცებთან ერთად. უთხრა ლაბანმა იაკობს, ეს რაქენი, მომატყუე და წაასხი ჩემი ასულები თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ. ახლა საყვედურობს და რომ როგორ გამიბედეო ესე რომ ქალიშვილებიო გეგონებაო ტყვედ ყავდაზო წაყვანილიო ისე წაიყვანეო. უჩუმრად რატო გაიპარე, რატო მიმუხთლე და არ გამიმხილე. ლხინითა და სიმღერით დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდიო. ტყუის რა თქმა უნდა. არ დამაცადე ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა, უგუნურად მოიქეცი. გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამაპაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარშიო ეშინია. გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამაპაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში, თავი შეიკავე ნურც კარგს ეთყვი იაკობს და ნურც ავსო. ეშინია ბუნებრივია და ვერაფერს ვერ ეუბნება, თორე ყველანაირი ძალაუფლება აქვს, ამათზე მეტი ეხლა იაკობი მარტოა თავის ცოლებთან და ბავშვებთან ერთად, ამას კიდე ახლავს შეიარაღებული კაცები და ამოხოცავდნენ რა თქმა უნდა. ახლა წასვლით კი მიდიხარ, რა კი მოგნატრებია მამა შენი სახლი, მაგრამ ღმერთები რაღაც მომპარეო. იაკობმა არ იცის ამის შესახებ, კერპები რომ მოპარულია. მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს, შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს. ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება.
განაჩენი გამოუტანა თავის ცოლს. ვისაც შენ ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება. ჩვენი სახლი კაცების თვალწინ დაადევი ხელი ყველაფერს, რაც შენია და წაიღე. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები. შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში, ორი მხერის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა. სალსალ მოგძანდით. აიღო რახელმა კერპები და აქლემის უნაგირ ქვეშ ამოздო, თავადაც ზედ დააჯდა. კარავში მამამისი ჩხრეკას ატარებს, ამან ეს კერპები დადო და ცევიდან დააჯდა. მოჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. უთხრა რახელმა მამას, ნუ განმირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს, ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები. ესეთი ტრადიცია არსებობდა მაშინ, რომ როდესაც ქალს თავისი ქალური წესი ჰქონდა, მამაკაცი მას არ ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა იყო თუნდაც მერე რა, მასთან მიახლება არ შეიძლებოდა, ბუნებრივია რომ შევიდა გასაჩხრიკად, ესეუნება რომ ბოდიში ვერ ვდგები, იმიტომ რომ ესეთ მდგომარეობაში ვარ, ამან დაიწყო იქეთ-აქეთ მიჩხრიკა მოჩქეს, ზედაჯდა ამ დროს ამას. ახლა ეს წესი ჰქონდა თუ არ ჰქონდა, კაცმა არ იცის, მაგრამ ფაქტია რომ ეს კერპები მისთვის უკვე აღარაფერს აღარ ნიშნავს. ანუ მართლდება ალბათ ის ვერსია, რომ მორალურად უნდა განადგურდეს ახლა ლაბანი, იმიტომ რომ ის ამ კერპების წინაშე ასრულებდა ყველა იმსახურებას და მე თავის გამარჯვებებს მიაწერდა ამ კერპებს და როდესაც კერპების წინ მან ვერ აღასრულა თავისი ახლა საქმეების კმევა და ასე შემდგომ ვერაფერი ვერ გააკეთა, ახლა იაკობთანაც ცოტა შეშინებული ლაპარაკობს. თან გამოცხადება ქონდა, ღმერთმა უთხრა არც კარგი თქვა, არც ცუდი. ხმა არ ამოიღო. ამიტომ მოჩხრიკა ვერაფერი ვერ ნახა და არის შერწმენილი. თუმცა კი მინდა გითხრათ, რომ იაკობმა მაინც განაჩენი გამოუტანა რახელს, იმიტომ რომ თქვა, ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება და მართლაც რახელი ვერ ჩააღწევს იქ, სადაც მიდიან. გზაში მშობიარობას გადაყვება, მოკვდება. ამიტომაც თითოეულ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. განამარტო ის, რომ წმინდანები ამას ესე ლაპარაკობდნენ, ჩვენ ძალიან ხშირად ამას არ ვაფასებთ. სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა და როდესაც რაღაცას ამბობ, ყოველთვის უნდა დაფიქრდე. არა გაქვს რაღაცის თქმის უფლება. აქ ამ შემთხვევაში შეიძლება იაკობის მდგომარეობა სხვა იყოს, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაშიც კი არასდროს არ წამოისროლოთ ხოლმე. ეცადეთ ყოველ შემთხვევაში, კი მესმის რომ ძნელია. აი ძველ ხალხს არასდროს არ ქონდათ ეს რომ ერთმანეთში ქონდათ თუ არ ქონდათ საქმე მაინც ელაპარაკათ. ან ლაზღანდარობა, რაღაც ესეთი რამე არ იყო მოსული. მე მე-17 კანონის ისტორია რომ მოგიყევით, გახსოვთ, რატო იცოდა ყველა მე-17 კანონი? იმიტომ რომ მთელი გზა სადღაცა სადმე თუ მიდიოდნენ, გალობდნენ 8 მოხწყველანი, ინაწილებდნენ ესე და გამოდიოდნენ რომ ზეპირად სწავლობდნენ. ფსალმუნებით კი. ფსალმუნებაში ატარებდნენ კი, მაგრამ ესე რომ დამჯდარიყვნენ ახლა და ელაპარაკათ რაღაცა ამინდის შესახებ და ეჭორავათ ვიღაცა მეზობლის ესე იგი რძალზე ესეთი რამ არ იყო საერთოდ და მათ ტრადიციაში არ იყო. თითოეულ სიტყვას ისინი ძალიან უფრთხილდებოდნენ და ძალიან აფასებდნენ. ეძება და ვერ იპოვა ლაბანმა კერპები, როგორც გითხარით. განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. გაბრაზდა ეხლა იაკობი, იმიტომ რომ ცილს წამეფო. უთხრა იაკობმა ლაბანს, რა დავაშავე, რა შევწოდე რომ დამდევნები ხარ. ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული. გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლი კაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორივენიო. ბუნებრივია ეუნება გაბრაზდა, იმიტომ რომ ყველაფერი ეს იაკობმა ხო იცის რომ ლაბანთან შეთანხმებით აქვს მას ეს ყველაფერი. მოგება რაც დარჩა, რაც ხრებიც გაუმრავლდა, რაც შეისყიდა მერე, ჭურჭელია თუ, კარავია თუ, ეს ცოლი და შვილი, ყველაფერი მასთან ერთი ნემსიც კი არა უღია იქიდან რომელიც ლაბანთან არ იქნებოდა შეთანხმებული. ნუ კერპების შესახებ როგორც უკვე მოგახსენეთ, მან არ იცოდა. აჰა 20 წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდ მოუგია და არ შენი ფარის ვერძები შემიჭამია. ისე აგერ დასახელებულია წლები, რო გითხარით, არ ვიცი რამდენი ხანი. 14 წელიწადი ხო ქალებისთვის ემსახურა. გამოდის რომ 6 წელიწადი კიდე ემსახურებოდა დამატებით იმისთვის, რომ როგორც ამ ფარებზე მოლაპარაკება ქონდათ, რომ როგორ მოიგებდა ეს ფარა. ნახეთ რას ამბობს. შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, ანუ მკვდარს რო შობენ, ესეთი შემთხვევა არ ყოფილაო. არ შენი ფარის ვერძები შემიჭამიაო, ანუ იმას
იქედან მე არ ჭამდიო, ანუ რაც მე მეკუთვნოდა, მხოლოდ იმას ჭამდიო. ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია. რას ნიშნავდა ნამხეცავი პირუტყვი? იცით რომ ხეცი თუ დაესხმებოდა თავს პირუტყვს, ეს მწყემს როგორ უნდა დაემტკიცებინა ეს. ამიტომ იმ პირუტყვს იქ ვერ ტოვებდა და მიქონდა პატრონთან და ეუბნებოდა. აბატონო, მე არაფერ შუაში ვარ, მგელმა შეჭამა. მიხვდით? ამას თუ არ წარადგენდა, გამოდიოდა რომ მე რა ვიცი მგელმა შეჭამა და ხა ერთი თვეა წაყვანილი ყავს ფარა, იქნება კეიფობდი ყოველდღე და კლავდი ჩემს ხრებს, მე ხო არ ვიცი და ამიტომ ნამხეცავი თუ იყო მოქონდა და აჩვენებდა, რომ აი ბატონო, მე არაფერ შუაში ვარ, მგელი დაესხა თავს და შეჭამა. ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია. მე ვზარალობდი. რას ნიშნავს ეს? თავისი ფარიდან იმას თუ შეჭამდა ლაბანის ფარიდან, თავისი ფარიდან უნაზღაურებდა მას და ნამხეცავს იმას არ უთვლიდა. მე მაზღვევინა ხურდალს, ხურდობებით რო ხდებოდა, ანუ იმასაც კი მე ვზღავდიო. რომელიც შეიძლება საერთოდ არ მეხებოდა. დღისით ხვატი მინელებდა, ანუ სიცხეზეა ლაპარაკი, ღამით ყინვა და ძილი არ მეკარებოდა. მოგიყევით წყემსების ცხოვრების შესახებ ორიოდე სიტყვით და ამას უთვლის ყველაფერს. ასე გავატარე 20 წელიწადი შენ სახლში, 14 წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, კიდევ 6 წელი შენი ფარისთვის. შენ კი 10 გზის შემიცვალე გასამრჯელო. ამაზეც უკვე ვილაპარაკე. ღმერთი მამა ჩემისა, ღმერთი ა ブラ ამისა და შიში ისააკისა. ეს სიტყვები მე გითხარით რომ გამეორდება მეთქი და აი ვნახეთ. რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდიო. პირდაპირ ეუბნება, რაც იქნებოდა. ჩემს ტანჯვა წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ. იაკობმა იცის რომ ლაბანს სიზმარი აქვს ნანახი, იმიტომ რომ წინასწარმეტყველია იაკობი თავის საპატრიარქო მსახურებასთან ერთად და ისიც იცის რომ ღმერთმა მას რა უთხრა. მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია, ეს ფარა ჩემი ფარაა, რასაც აქ ხედავ ყველაფერი ჩემია. აი ხარბი კაცი. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, როგორ დაიწყო ეს თავი, როგორ მოილაპარაკეს მათ ერთმანეთთან, რომ რაც დაიბადება გასამრჯელო რა მოგცეო, თვითონ ლაბანმა ხო კითხა. რა მოგცე გასამრჯელო, ეს ეუბნება, დაიბადება წინწკლებიანი ის იყოს ჩემი, დაიბადება თეთრი იყოს შენი. ხო მოილაპარაკეს ასე. აბა რა შეედავება ახლა? ცოლებით ჩემიაო, რომნა მისი როგორ არის კაცო, ამან ხო მოიყვანა ცოლა და 7 წელი ერთისთვის ხო იმუშავა და 7 წელი მეორესთვის ხო იმუშავა. რანაირად არის იმისი? ქონება რომელიც ამან შეიძინა თავის შრომით, რანაირად არის ლაბანის? აი ესა ხარბი კაცის ამბავი. რომელიც ვერაფრით ვერასდროს ვერ ძღება. და სულ მეტი და მეტი უნდა და ნახეთ, ამ კაცს ახლა რო კითხო ეს ქონება რა გინდაო, შეიძლება გითხრა შვილებისთვის. შვილებისთვის თუ გინდა, რა შენ შვილებს არ ეკუთვნის, გაატანე და გაუშვი. არა, ყველა ხარბი კაცი რომელიც ამბობს რომ ქონება თითქოს შვილებისთვის უნდა იტყუება, არ დაიჯეროთ. საკუთარი თავისთვის უნდა, იმიტომ რომ გაუმაძღარია. ვერ ძღება. რა უყო ახლა ამათ ანამ ვაჟებს რომელიც მათ შობესო. ლაბანი კითხულობს, ჩემია ეს ყველაფერი და მიყავს და რა უყო? ავი ძაღლის ამბავია, თვითონაც არ ჭამს, სხვასაც არ, ახლა რომ არ შინებოდა ღმერთისა შეიძლება მართლა დაეხოცა. მოდი შევკრათ კავშირი. მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენ შორის. აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად. უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს. მოაგროვეთ ქვები, მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ იმ გორაზე. უწოდა მას ლაბანმა იეგარ საჰადუჰა, გორა მოწმობისა. ხოლო იაკობმა უწოდა გალაადი, გორა მოწმობისა. თქვა ლაბანმა, ეს გორა იყოს მოწმე დღეს ჩვენ შორის, ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი. და მიცფა, რადგან თქვა თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეს თვალით ვეღარ ვნახავთ. და თუ დაჩაგრავ, ეხლა ლაბანი ესე იგი გამოდის კაცური სიტყვით. აქამდე უჭირდა ცოტა, მაგრამ ეხლა სხვა გზა აღარ აქვს და ამიტომ რაღაცა კაცური ხო უნდა თქვას. მამა რამე კაცური დამავალეო ის გამახსენდა. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მართ გვერდით, იცოდე რომ არავინ იყოს ჩემთან. რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე. უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა ეს გორა და ეს სვეტი, რომელიც აღმართეთ ჩვენ შორის. მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენსკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გორას. ამ სვეტს საბოროტოთ.
ანუ ერთმანეთს არ შევებრძოლებით, ამაზეა ლაპარაკი. ერთმანეთის წინააღმდეგ არ გვექნება ბრძოლა. აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა გამგსაჯოს ჩვენ და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის ისააკის შიში. კიდევ ერთხელ გამეორდა ეს სიტყვა. დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლი კაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე. ადგა ლაბანი დილაადრიან, გადაკოცნა თავისი ვაჟები და ასულები, დალოცა ისინი და წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის მხარეში. ესე იგი, ხო გამოეკიდა, კიდე ამას დააკლევინა ცხარი და იმაზე იქეიფა. კიდე ამის ხარჯზე იქეიფა, კაცო. დაზავდნენ, მაგრამ გეტყვით, დასკვნის სახით გეტყვით რა. ლაბანის ეს მოქმედება ვიტყვი და კიდევ გავიმეორებ, რომ არის რა თქმა უნდა სიხარბე, რომლითაც მან, ესე იგი 20 წლის განმავლობაში მიეჩვია იმას, რომ იაკობისგან მას ეს სიმდიდრე მოსდის, იაკობმა რო 14 წლის თავზე ეუბნება, წარმოიდგინეთ კაცი, რომ ეხლა რაღაცა ხო შეიძლება ჩემი ოჯახისთვისაც ვიზრუნო. 14 წელია ვზრუნავ იმაზე, რომ შენ გამდიდრებული ყავი და არ უყენებს პირობას, რომ ეს მომეცი და ის მომეცი. პირიქით ლაბანი ეუბნება, რა მოგწე? და იაკობი ეუბნება, მოდი, აი რაც ყველაზე ცოტაა, ხო? რაღაცა სტატისტიკურად არ ვიცი ახლა 100 ცხვარში შეიძლება გამოვიდეს 2 ჭრელი. ეუბნება, რა ჭრელებიცაა, მერტო ის მომეცი. ეს ხომ ერთმანეთში მოილაპარაკეს, წავიკითხეთ, ამაზე ხო თანახმა იყო ლაბანი. აბა რაღაც ედავებოდა. ქალიშვილები რომ მიათხოვა რა, წინააღმდეგი იყო მოსტაცა? მიათხოვა კი არა, უკაცრავად და ძალით არ მიათხოვა ლია. იაკობს ლიას ხელი არ უთხოვია. მოტყუებით მიათხოვა ლია, ახლა 7 წელიწადი კიდე რახილის გამოსასყიდლად ამუშავა. და ის ბოლო 6 წელიწადი რა სიმდიდრეც ამ კაცმა დააგროვა თავისი შრომით და ღმერთმა რომ მოხედა. ეხლა ამას ედავება. ამიტომაც ასეთია კაცის გაუმაძღარი ბუნება ხშირ შემთხვევაში. ვერასდროს ვერ ძღება. საკუთარი შვილების ხარჯზეც კი. ამიტომაც ეს არის ისეთი რაღაცა უსაზღურო ეგოიზმი, როდესაც მშობელი ხშირად ესე ამბობს, რომ რაღაცა მე ჩემი შვილისთვის მინდა. თავისი შვილისთვის კი არ უნდა, თავის შვილის დასაღუპად უნდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში რაღაცეები. და ვერ ფიქრობს იმას, არ ყოფნის გონება, ვერ წდება მისი ტვინი იმას, რომ ამას რომ აკეთებს რაღაცა ამ სიხარბით რაღაცას მოიხვეჭ და ამას რაღაცას ესე შექმნის, შეიძლება დაღუპოს მან ამითი თავისი შვილი. და იძახის რომ ეს ჩემი შვილებისთვის მინდა, ეს ასე მინდა, ეს ესე უნდა გავგზავნო, ეს ესე უნდა ვასწავლო და რა შედეგს ღებულობს. რა მაგალითსაც აძლევდა სიხარბისა, იგივე მაგალითი შეიძლება მიეცეს შვილსაც. ამიტომაც გვაშოროს ღმერთმა ეს სიხარბე, მაგრამ ეს არის ამისი საუკეთესო მაგალითი, როგორი უნდა იყოს ცოლ-ქმრის ერთობა, როგორც იაკობს მიყვებიან თავის ცოლები, ეუბნებიან რომ არა, მამა ჩვენთან ურთიერთობა დამთავრდა, ჩვენ შენი ცოლები ვართ. დამთავრდა იმით, რომ გამოყევით შენ და შენზე ვართ მონდობილი და შენ ხარ მამაკაცი. და ლაბანის არასწორი საქციელი. ანუ ამ თავში ჩვენ წავიკითხეთ, როგორ არ უნდა მოიქცეს მშობელი და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც მართალი ცხოვრებით სურს ცხოვრება. ეს იყო 31 თავის დასასრული, ჩვენ კიდევ რაღაცა მართალი კითხვა გაგვიგრძელდა საათზე მეტია ვლაპარაკობთ და ამიტომ კიდე რაღაც სახე სიმბოლოები შემდეგ შეხვედრაზე გავიხსენოთ. ეხლა შეკითხვები თუ გაქვთ, კი პასუხებთ და დავამთავროთ. შემდეგ კვირას მე არ ვიქნები მოსკოვში, ანუ 2 კვირის მერე შევხვდებით. მე 18-დან 23-მდე არ ვიქნები მოსკოვში. სამშაბათს ეს ხო უკვე ვთქვით, რომ პარაკლესის შემდეგ შენი გამომხსნელობითი მადლისა და აღიარებენ იმას, რომ ჩვენ კი არ დავემსახურეთ ეს ჩვენი მართალი ცხოვრებით, არამედ შენ გამოგვიხსენი. მაცხოვრის მხსნელობაზე აქვს ლაპარაკი, როდესაც შენ ამას აღიარებ. კი, ბრძანეთ მე და ხო, ჯერ თქვენ მითხარით. დიახ. და იაკობი და ამ უგრეს იქოს იმას ვინც მოიპარა. დიახ. ან ეს იმის გამო პრინციპში ვინც მოიპარა, პროექტთან ამბობს, ვინც მოიპარა, რომ ძალიან საჭიროა, თუ შეიძლება ის ვერსია იყოს, რომ თუ რატო იცავს მერტი აი ამ ვინც მოიპარა ეს კერპები. ანუ შეიძლება რომ როგორც იმიტომ რომ ქალიშვილმა როგორც თქვით, გაუმართლეს კი, გეტყვით ახლა.
საქმე იმაში არის, რომ ქურდობაზე ძალიან მძიმე კანონები იყო მაშინ, სიკვდილით ჯიდნენ ქურდობისთვის. და ან მარჯვენას აჭრიდნენ, ან ძალიან მკაცრი კანონები იყო ქურდობასთან დაკავშირებული. მაგრამ საქმე ის არის, რომ ლაბანი არის მოსული და ეუბნება, რომ შენ მე ქონება მომპარე, კერპე ღმერთების რო ეუბნება, ეს ცალკეა, მაგრამ ქონებაც მომპარეო, ამის შესახებ ეუბნება. იაკობი ამიტომ არის გაბრაზებული, რომ მე რო ეუბნება, რომ რა არის შენი, აი რომელი ჭურჭელია შენგან წამოღებული, რომელი თქვათ რა არის შენი, რაც მე არ მეკუთვნოდა და ისეთი წამოვიღე. მაგრამ იმ სიტყვას რო ეუბნება, რომ ვისაც უპოვი რამე სიკვდილით მოკვდება, იაკობი ნამდვილად ამბობს ამ სიტყვას და გამოიყვანდა და გადასცემდა ლაბანს, ნამდვილად რომ დაენახა, რომ ვიღაცას რაღაც აღებული ქონდა იაკობის ნებართვის გარეშე და ისე ქონოდა წამოღებული, გადასცემდა ლაბანს. ლაბანი მერე იმას სიკვდილით დაждდა თუ არ დაждდა, ამას ხო ეგ სხვა საკითხი იყო, მაგრამ იაკობი ამ სიტყვას შეასრულებდა და აუცილებლად გადასცემდა. მას ეთყოდა, რომ კი ბატონო, მოიპარა, მე არ ვიყავი საქმის კურსში, მაგრამ რადგანაც მან ესოდვა ჩაიდენა, აგერ გადმომიწია შენთვის და დაისაჯოს. კი ბატონო, შენ გასაზღვრე ახლა როგორც უნდა დაისაჯოს. მაგრამ რაც შეეხება თვითონ რაქელის მდგომარეობას, ამაზე ხო გითხარით, რომ ეს რომ ყოფილიყო რაღაცა ისეთი ნივთები, რომელიც მას გასამდიდრებლად სჭირდებოდა, ანუ მოეპარა თქვათ ოქროს დანაჩანგალი და ასე შემდგომ და რაღაცა სიმდიდრის მოყვარულობის გამო ყოფილიყო, ეს აბსოლუტურად სხვა არის. კერპებს ის ერთი მიზანდასახულობით იპარავს, რომ მამამისის, ესე იგი ეს რელიგიური გრძნობები შეურაცხოს. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ლაბანი მიდიოდა ბრძოლის წინ, ლოცულობდა ამ კერპების, ეს გადმოცემა არის, წმინდა წერილში აწერია, რომ ლოცულობდა ამ კერპების წინაშე და თუ ყველა გამარჯვებას მიაწერდა ამ კერპებს. და ეხლა რომ მოვიდოდა სახში საბრძოლველად მიდის, იაკობთან საბრძოლველად მიდის, მოსაფერებლად და დასამშვიდობებლად კი არ მიდის. მოსაფერებლად და დასამშვიდობებლად თოფი არაღით ვინ დადის. მიდის იმისთვის რომ მოკლას და ეს ქონება დაიბრუნოს. ამიტომაც შევიდოდა პირველი ამ კერპებთან უნდა ელოცა რომ მივდივარ, ეხლა უნდა გავიმარჯვო და რო არ დახვდებოდა ეს კერპები, მისთვის იქნებოდა ეს რა თქმა უნდა შოკი. აქედან გამომდინარე რაქელს მოაქვს ეს, მაგრამ თუ კი ვინმე იხრება და ამბობს იმასაც, რომ მას რაღაც რელიგიური გრძნობები მაინც ცოტა უთამაშებდა და ამ სახლში იყო გაზრდილი და პატივცემდა ამ კერპებს, აბსოლუტურად ნადგურდება ეს წარმოდგენაც, იმიტომ რომ ის დააჯდება ამ კერპებს ზემოდან. ღმერთად რომ მიაჩნდეს, არ დააჯდებოდა ზედ. გამორიცხულია. შეურაცხო აბა რაკნა. დიახ. მოგვა მე კი, მშობიარობას გადაყვა. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ღმერთი იცავდა ამ კერპებს? არა, ღმერთი ამ კერპებს არ იცავდა. არა. იაკობის სიტყვა შესრულდა. ანუ იაკობის პროცესია, ღმერთი სიტყვებით ამოწმეს, მაგისი იყო. ვერ მივხვდი მართალი გითხრა, რას მიკითხე. კი, წინასწარმეტყველია. ხშირად ამბობს ჩვენი პირითაც რაღაცას ამბობს ღმერთი, კი ბატონო. ეს იაკობის სიტყვებით ღმერთის. იმ მომენტში ამბობს, ანუ იაკობი ღმერთის სიტყვა უთხრაო, მაგრამ ეს იაკობს როეთქვა რა თუ ამას ვაკეთებო არ აკუთვნდა მაგაზე, იმიტომ რომ იპარა. კი, არ მოაპარინე. აი ვინცო ეს გააკეთაო ის რომ ანუ მე ახლა მივხვდი რომ თქვენ გაინტერესებთ რომ იაკობი რომ ამბობს ერთი წამით იაკობი რომ ამბობს რომ ვისაც უნახავ სიკვდილით დაისაჯოსო ამას იაკობი ამბობს თუ ღმერთი ამბობს ეს გაინტერესებთ ამას იაკობი ამბობს ნამდვილად იაკობი ამბობს რატომ იცით წინასწარმეტყველური ნიჭი რომ მას ამ იცით რა წინასწარმეტყველი არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი იცის იაკობმა არ იცის ეს ამბავი რომ ესია თუმცა კი იცის რომ წინა დღეს ლაბანმა სიზმარი ნახა ხო საინტერესოა მაგრამ არ იცის რომ კერპები აქვს მის წელს მოპარული ამიტომაც იაკობი ამბობს ამას თვითონ რადგანაც ეს რომ ღმერთისგან ეთქვა ანუ ღმერთის კარნახით რასაც ამბობს ადამიანი ხშირად ღმერთიდან ისე რომ თვითონაც შეიძლება ვერ ხვდებოდეს მაგრამ ღმერთის კარნახით რო ეთქვა საწინასწარმეტყო ნიჭით რო ეთქვა მაშინ ისიც ეცოდინებოდა რომ კერპები იქიდო აქედან გამომდინარე იაკობი ამას ამბობს თვითონ მაგრამ ეს სიტყვა მისი სრულდება და რაქელი მართლაც მოკვდება ვერ გადაიტანს მშობიარობას ბენიამინზე მშობიარობას გადაყვება აქედან გამომდინარე რაქელი დაისჯება იმ საქციელისთვის რომელიც მან ჩაიდინა არ ქონდა მას მისი ქმრის გარეშე მოქმედების უფლება
არავითარი უფლება არ ქონდა მას მამისეულის სახლიდან რაღაცა აეღო ისე რომ იაკობთან არ შეეთანხმებინა. იმიტომ რომ იაკობი ამბობს რაც აქ არის ყველაფერი ჩემია. ჩემი შრომით მოპოვებულია. კერპები არ იყო მისი შრომით მოპოვებული, ეს რაქელის მოპარული იყო. ამიტომაც მან თავის ქმარს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამით. იმიტომ რომ ეს კაცი ალალმართალად თვლის თავს და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ მის ცოლს მოპარული აქვს იქ რაღაც. იხდი რა შეასაკ. ამიტომაც რაქელი დაიჯება. შობიარობას გადაყვება. თათოს რაღაც უნდოდა კიდე. იცით რა, ესენი ებრაელები და არაბები არ არიან. ჩვენ ვიზეც ვილაპარაკეთ ახლა. არა, არაბები სხვა ხალხია. ის ისმაილის შთამომავლობაა, ამიტომ ჩვენ ახლა ისმაილის შთამომავლობაზე ავლაპარაკობდით, ეს აბსოლუტურად სხვა. იგივე აბრაამისეული ხალხი არიან ესენი, იმიტომ რომ ლაბანი იყო აბრაამის ძმის შვილიშვილი. შესაბამისად, ებრაელებზე და იმაზე, რა ქვია, არაბებზე არ ვლაპარაკობ. თუმცა კი, მათ ეს დავა რომ აქვთ, ეს დავა აბსოლუტურად სხვა მხრიდან არის. იქ ადგილობრივი პალესტინელები რომც არიან კიდე დარჩენილი, ის კიდე სხვა დავაა და ამათ რომ ერთმანეთში დავა აქვთ, ესენი კიდე აბსოლუტურად სხვადასხვა ხალხი არიან. ებრაელებს მარტო ეხლა მე იცით რა ძალიან დიდი გაერთიანება მოხდა მართალი გითხრა, იმიტომ რომ იქ ესავის შთამომავლობა და თქვათ ისმაილის შთამომავლობა ერთმანეთში შეერთდა. იქ კიდე ამათმა ვიღაცა ფილისტიმელებთან და ამათთან კიდე ერთმანეთში მოკლედ შეერთებები მოხდა და ეხლა შეიძლება არეული იყოს, მაგრამ ბიბლიური ისტორიის მიხედვით რასაც ყვებით, ეხლა ვიზეც ვილაპარაკეთ, ლაბანი და იაკობი ამ შემთხვევაში ისინი არ არიან სხვადასხვა ტომის ხალხი, ერთი და იგივე ტომის ხალხია. აბრაამის ძმის შვილიშვილი იყო ლაბანი და აბრაამის შვილიშვილია იაკობი. კარგით, დავამთავროთ დღეს.